გამარჯობა, გილოცავთ ახალ წელს. დღეს არის 9 იანვარი და დღეს ჩვენს გადაცემაში სახელად ყველაფერს თავში გვაქვს. ვისაუბრებთ ახალი წლის მიზნებზე. აქ მაქვს 3 დღიური, მაგრამ დღეისთვის აქ ჩამოვწერე ახალი წლის მიზნებზე. წელს გადაწყვიტე, რომ ცოტა მარტივი მიზნები ჩამომეწერა, რაც ჩემს ცხოვრებას და ჩემს ჯანმრთელობას უკეთესობისკენ შეცვლის და თან მართლა ახდენადია. ძალიან ბევრი ვარ ვიბოდიალო, გადავალ ჩემი ამ წლის მიზნებზე და მე გადავალ წლის შეჯამებაზე. ესე იგი, პირველი მიზანი, ჩვევები, რომლის შეცვლაც მინდა. პირველი ჩვევა, რაც უკვე 2 დღეა დავიწყე, რომელსაც უკვე ვცვლი, არის უაზრო ნივთების ყიდვას მინდა რომ გადავაჩვე და ფული შევინახო რა გამოვიყენო ის რაღაცებისთვის, რაც უფრო მნიშვნელოვანია და რაც ცხოვრებაში უფრო გამომადგება. მაგალითად, ძალიან გამიხარდება ამ წელს თუ იმოგზაურებ სადმე და სადმე, ოღონდ საქართველოს გარეთ, იმიტომ რომ უეჭველი ვაპირებ ზაფხულში სვანეთში წასვლას, აი ამას მიზნებშიც კი არ ჩავწერ, უკვე ისეთი გადაკეტილი მაქვს, მყიდია სვანეთში მივდიარ ამ ზაფხულს, ან დუშეთში, ან სადმე არ ვიცი, იმერეც რომ გავცდე თუ შეიძლება და მეორე მიზანი არის, რომ რაღაც დიდი შევიძინო. ეს იქნება საკუთარი მიწის ყიდვა თუ რაღაცა პატარა ბინის ყიდვა. ამისთვის გადავწყვიტე, რომ აღარ ვიყიდო ფეხსაცმელი საერთოდ ამ წელს, იმიტომ რომ ვთვლი, რომ ყველა სტილის და ყველა სეზონის ფეხსაცმელი მაქვს. ასევე ამ წელს გადავწყვიტე, აღარ ვიყიდო მეტი სუნამო, იმიტომ რომ იანვარში კი არა და დეკემბერში ვიყიდე 2 სუნამო და კიდე 1 მაქვს და მართლა აღარ მჭირდება. ასევე ამ წელს გადავწყვიტე, აღარ ვიყიდო მეტი მაკიაჟის პროდუქტი, სანამ არ გამომეცლება ისინი, რაც მაქვს, მაგალითად ეხა 2 ბლაში რომ მაქვს, მესამე აღარ უნდა დავიმატო, თორე ხა ტუში თუ გამომეცალა და მეტი ტუში აღარ მაქვს, რა თქმა უნდა ვიყიდი. უბრალოდ აი უაზრო არაფრის მომცემი ნივთების ყიდვას რომ გადავეჩვიო თუ შეიძლება. წელს მინდა რომ ცოტა მეტი დრო დავუთმოთ ჩემს თავს, არ ვიცი, ცურვაზე შესვლა მინდოდა, მაგრამ მე იმ ქუს თავზე არ დავიფარებ და თან აი ცურვა იმიტომ არ გამისწორდება, რომ მუსიკას ვერ მოვუსმენ და უეჭველი მალე მომბეზრდება და მეორე ვარიანტი, რასაც ვფიქრობ არის დარბაში სიარული, სისტემატურად დარბაში სიარული. ადრე მეგონა რომ ჩავალ ძალიან მაგრამ და ვივარჯიშო და მაგ ენერგიას თავიდანვე რო ვერ გძრომდი, აღარ ჩავდიოდი საერთოდ და ეხა ჩემი მაინდსეტი შევცვალე ისე რომ ცუდი ვარჯიშიც მაინც კაია. აი წინაზე ჩავედი და უბრალოდ 40 წუთი ბილიკზე ვიარე. ეგ შეიძლება არაფრის მომცემია ჩემი სხეულისთვის, მაგრამ ჩემი დისციპლინისთვის ძალიან კარგია და გადავწყვიტე რომ ხშირად ვიარო, მაშინაც კი როცა ვარჯიში არ მინდა ძალიან შტერობაც რო გავაკეთო, მთავარი ჩავიდე და ანუ ეს ჩვევაში მქონდეს რომ დარბაში უნდა ჩავიდე. სხვათა შორის ძალიან მინდა წელს ვცადო ველოსიპედიდან პროექტიდან ვერიკო არ ვიცი იცით თუ არა წესნა იცოდეთ მე თუ მიცნობთ ვერიკოსაც იცნობთ. ძალიან მინდა რომ ვერიკოს შევეტენო 1-2 რომ რაღაცა თუ წავიქეცი ვერიკო ამაყენებს. სხვათა შორის ახლა ამ ვიდეოსაც იმიტომ ვიღებ რომ რაღაცნაირად მინდა რომ ყოველ კვირა თუ არა ყოველ მეორე კვირას ეს დავჭდე და ვიჭორავ ხოლმე YouTube-ისთვის. ვფიქრობ რომ სხვისი დაპატიჟება ჩემი წლია აქვს. ვისთან ერთადაც ლაპარაკი გამისწორდება. აი პირველი სტუმარი ალბათ მარცკა იქნებოდა. მარცკა, თქვენ მარცკას არ იცნობთ და მაგრამ მოგიწონებათ უეჭველი. მე ზოგადად ძალიან მიყვარს ადამიანები, რომელთანაც შემიძლია ღრმა საუბარი მქონდეს. არ ვიცი ხა ეს მეტყობა თუ არა შორიდან რომ მიყვარს, მაგრამ მართლა ძალიან მიყვარს. იმიტომ რომ მე ზოგადად ლაპარაკი მიყვარს. ლაპარაკზე სერიოზული პრობლემები მქონდა, მაგალითად ბავშვობიდან და ჩემს კითხეთ ყოველ პარასკევს იყო კრებაზე დაბარებული, რომ ანუ ვერ მაჩვმევდნენ მასწავლებლები. აი და გადამაჭინა ეს ყველაზე წყნარ ბავშვთა, რომელიც აი გამარჯვებას არ ამბობდა და რატომღაც ეს ბიჭიც ავალაპარაკე, თორნიკე ზედგინიძე, აი ეხაც მახსოვს. გამარჯობა თორნიკე, არ ვიცი მიყვარებ თუ არა, მაგრამ იცოდე რომ მე მახსოვ ხარ. რეალურად ეხლა რა ვიდეოც გადავიღე. ეს არ იქნება ჩემი კონტენტი, თუმცა არ მინდა რომ ზოგადად YouTube-ზე იცანა კონტენტი. აი როგორც TikTok-ზე რომ აქ აჯაფსანდალი, რაღაც ეგრე მინდა YouTube-ზე რომ ხანდახან მინდა რაღაცა ლაპარაკის ვიდეო დავდო, ხანდახან მინდა რაღაც ახალი ვცადე და ეგ ვიდეო დავდო და აი რაღაც აი ორივე რომ მივიღო, იმიტომ რომ ესეც ძალიან მომწონს, სადაც ვლაპარაკობ და სადაც ბევრად ადამიანური ვარ. და მეორე სადაც უფრო ქაჯი ვარ, სადაც უფრო ვერთობი და რაღაც ახალს ვაკეთებ. და აი ამ ფიქრებში ძალიან დიდი დრო დავკარგე, რომ ეს გავაკეთო თქო და ეხა მივხვდი, რომ ორივეს გაკეთება შემიძლია. უბრალოდ ამ სტილის ვიდეოებს ხოლმე დავაწერ აი მაგალითად ამას, ყველაფერი რაც თავში მაქვს. და ეს იქნება მიხვდებით, რომ ეს არის აი აქ. ვზივარ ხოლმე და ვლაპარაკობ. და მეორე ვიდეოს ჩემი აზრით, რასაც ვაპირებ და რასაც გადავიღებ, ისაც thumbnail-ითაც მიხვდებით რა იქნება ხოლმე. ჩემი ასევე მთავარი მიზანი არის, რომ
იუთუბელი გავხდე და აი ამაში ძალიან დამეხმარა კრეატორი, რაღაც ძალიან დიდი мотиваცია მომცა და ეხლა ვხვდები რომ აი ძალიან მაკლია ის რომ იუთუბერი არ ვარ ცხოვრებაში რა. ოღონდ მე ის იუთუბერი არ ვარ, TikTok-ი რო უწყდება და TikTok-ი რო ეზიზღება. მე მინდა რომ ეს ჩატეხილი ხიდი გავაერთიანო TikTok-სა და YouTube შორის და მიგახვედროთ, რომ ორივე პლატფორმა კარგია, თუ სწორად იყენებ. მე TikTok-ის გარა ინსპირაციაც მივიღე, მეგობრებო, ეგ არ ვიცი. უბრალოდ იმიტომ, რომ სწორ ადამიანებს უყურებდი. არის სწორ ადამიანები, რომლებსაც თან უყურებთ და თან დაცინით, ეგ თქვენ არაფერს არ მოგიტანთ, ამიტომ not interested დააჭერეთ ხოლმე. ეგ ადამიანები, რომლებსაც დავცინით და იჰიჰი უჰუჰუ თქვენი დღის ძალიან ბევრსაც იპარავს. მართლა. ამიტომ გირჩევთ ხოლმე, რომ ადამიანი, ვინც ინსპირაციას არ გაძლევთ, საერთოდ არ უყუროთ. ჩემი ამ წლის მიზანი არის, რომ YouTube-ზე დავდო ბევრად მეტი ვიდეო, ვიდრე ახლა მიდევს და აი თვეში 2 ვიდეო მაინც რო დავდო, ეს იქნება იდეალური. აი თვეში 2 ვიდეო დადე მაგ და უბრალოდ და ვნახოთ ერთ წელში სად იქნება. განავიბურდე უკვე ჩამლაპარაკში და იმ დაგემშვიდობებით, რომ ჯობს რომ მიზნები ჩამოვწერო ძალიან მარტივი, რომ მართლა შევსრულდეს. აი რაღაცა ძალიან დიდ მიზანს როგორც კი ჩამოწერ, ვერ გაუკაჩავ რა. აი არ მჯერა. ამიტომ ჩემი მიზნები წელს არის ძალიან მარტივი. სისტემატური ვიდეოების გადაღება YouTube-ისთვის, TikTok-ზე ისედაც ვაკეთებ მაგას. ფულის უაზროდ არ დახარჯვა და ძილის გამოსწორება და ვარჯიში. აი რომელი ახლა აქედან რთული და შეუძლებელი არც ერთი. მაგრამ რომელიღაცას მაინც ვერ გავაკეთე. ეგაა და გორის ციხე. აუცილებლად იპოვეთ თქვენი ადამიანის სოციალურ ქსელში, რომელიც ყובაც ძალიან კარგ ხასიათს დაგაყენებს და мотиваციას მოგცემთ, იმიტომ რომ მე ეს ადამიანები როცა ვიპოვე, ჩათვალეთ რომ მეგობარი ყავთ ჩვეულებრივად რა. მართლა. და თან ისეთი, როცა გინდა ჩართავ, როცა გინდა მოვაკეტინებ. კარგად.